თავი საქმე გავაკეთოთ. პირველ რიგში ვთქვათ ის, რომ ესე იგი ჩვენი დღევანდელი და საერთოდ თითოეული შეხვედრაც უკავშირდება იმას, რომ ადამიანმა რაღაცა სულიერი ისწავლოს და სულიერად ესე იგი შეიცვალოს და არა მარტო სულიერად, არამედ სულიერი ცხოვრება ხო ხორცზეც აისახება. და ჩვენი აქ მოსვლის მიზანი სხვა არაფერია თუ არა ის, რომ ადამიანი სულის ცხონებაზე ფიქრობდეს, ღმერთთან ურთიერთობაზე ფიქრობდეს. ოღონდ ეგ არ ნიშნავს მაინც და მაინც იმას, რომ ადამიანი სიმშვიდეს ეძებდეს. აი ამ პირდაპირ მე იმიტომ უნდა ვიარო ტაძარში, რომ სიმშვიდე მქონდეს, იმიტომ უნდა ვიარო, რომ აი იგი ყველაფერი კარგად წავიდეს, თუნდაც ხორციელი გაგებით. არის ესეთ შეხედულება. და ის კი არა, ძველად თქმაში ასეთი რამ წერია. თუ არა ვწდები, ბრძენის ზირაქი ამბობს, შვილო, თუ უფალს მოუხვედი სამსახურად, განსაცდელისთვის გამზადე თავიო. ანუ იმას კი არ პირდება, რომ შენ რომ მოხვალ და ქრისტიანულ ცხოვრებას დაიწყებ, შენი ცხოვრება, ესე იგი, იავარდით მოფენილი გახდება, მაგას არ გეუბნება შენ. სახარება არ გეუბნება, უფალი არ გეუბნება. მაგრამ პირიქით ნახე რას ამბობს, რომ ეს გზა არის ეკლიანი, ვიწრო და ძნელად სავალ. და უფრო მეტიც, თავად ადამიანს ეუბნება, რომ ნუ იულიო ფართო გზითო, არამედ ვიწრო გზით იარეო. ის კი არა, რომ ცხოვრებისეული პირობები შექმნია რაღაცა განსაცდელებს. ადამიანმა თავის თავსაც უნდა შეუქმნას განსაცდელი რა გაგებით, რომ მოიშოროს ყოველგვარი ზედმეტი, რაც ხელს უშლის სულის ცხონების საქმეში. ქრისტესკენ მიმავალ გზაზე, რაც ხელს უშლის. და ჩვენ სამწუხაროდ ძალიან ხშირად ვხედავთ და ალბათ საკუთარ თავშიც ვამჩნევთ, რომ არამც თუ არ მოვიცილებთ იმას, რაც არის ფართო გზა და რაც აი ესე რომ ვთქვათ, ბავშვებს ვეუბნებით ხოლმე, ესე ვამბობთ, რომ ესე იგი არის რაღაცა სურვილი ადამიანისა და არის რაღაცა საჭიროება. აი ამ სურვილსა და საჭიროებას შორის ხშირად ძალიან დიდი სხვაობა. ის რაც ჩვენ ნამდვილად გვჭირდება, იმაზე უნდა იზრუნო. მაგრამ სურვილებს საზღვარი არ აქვს. და ის რაც ჩვენ გვსურს, ეგ არის ფართო გზა. და ის რაც ჩვენ გვჭირდება, ეგ არის ვიწრო გზა, რომ მხოლოდ იმითი დაკმაყოფილდა, რაც გვჭირდება. ადამიანმა ეს უნდა ეძებოს, მაგრამ ჩვენ არაიშვიათად ვხედავთ, რომ იმისათვის ჩვენ რაც გვსურს, რამდენი უსიამოვნება მომხდარა ადამიანებს შორის, აი რაღაცა ნივთების გამო, რაღაცის გამო. ძალიან ბევრჯერ უსიამოვნება მომხდარა და მაგრამ საბოლოო ჯამში ადამიანი ხვდება ადრე თუ გიან, რომ ადამიანზე ძვირფასი არაფერი არ არის. შეიძლება შენ ყველაფერი გქონდეს, აი იბრძოლო ყველაფერი გქონდეს და ეს ბრძოლა ხშირ შემთხვევაში გადის ხოლმე სინდისის დათრგუნვაზე. სინდისის დათრგუნვის ხარჯზე მოიპოვება ხშირად ესეთი რაღაცეები და საბოლოო ჯამში ადამიანი აღმოაჩენს, რომ ის რისთვისაც იბრძოდა, მოიპოვა, მაგრამ ის არ აბედნიერებს, ის გულს ვერ გაუვსებს. შეიძლება ადამიანი აი სიტყვაზე სასახლეში ცხოვრობდეს, მაგრამ ქოხში ყოფნა ჯობდეს, მაგრამ ადამიანებთან შეხმატკილებული ურთიერთობა. მეგობარი იქნება, ნათესავი იქნება, ოჯახის წევრი იქნება. და ეს ბრძოლა სადღაც შორს კი არ იწყება, ეს ძირითადად ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან, განშეუყოფებთან, თორე უცხო ადამიანებთან მაინც იშვიათია ესეთი უსიამოვნება რაღაცა მატერიალურის გამო. და საბოლოო ჯამში ხდება ის, რომ ვისთვისაც ადამიანი უნდა ზრუნავდეს, აქ ჩვენ საუბარი გვაქვს ქრისტიანზე. თორე ვინც წუთი სოფლის ჭკუაზე დადის, იმისთვის ეს არის ამოსავალი წერტილი. ეს არის მისი ღმერთი. ვიღაცისთვის
სიმდიდრე აღმერთი, ვიღაცისთვის მუცელი აღმერთი, ვიღაცისთვის დიდება და პატივი აღმერთი და ასე შემდეგ. და ჩვენ აქ საუბრობთ იმ ადამიანზე, ვინც იმისთვის მოვიდა ტაძარში, რომ უფალი ეძებოს და ღვთის სიმართლე ეძებოს, როგორც სახარებაში წერია, რომ პირველათო სასუფეველი და მისი სიმართლე ეძებეთო და დანარჩენი ყოველივე მოგეცემათ თქვენო. და ესე იგი შედარებაც ხო მოყავს იქ თქვენ ვინც კითხულობთ სახარებას არაერთხელ შეხვედრიხართ, რომ ამბობს, რომ აი ნახეთო ცის ფრინველებიო, არც შრომობენო, არც იმკიანო, არც ბეღლები არა აქვთო, რომ შეაგროვნო. მაგრამ ნახეთო თქვენი ზეციერი მამა როგორ ზრდის მათ. და თუ თქვენ უფრო მეტი არა ხართ, არა ხართ უმჯობესი ვიდრე ეს ფრინველიო. მერე ველი შროშნებს ადარებს ადამიანს. ნახეთო, ერთი დღის მცენარეაო და ხვალე თონეში უნდა ჩააგდონო. და როგორ მშვენივრად შემოსა უფალმაო, ისე რომ თვით სოლომონ ბრძენიც კი არ შეუმოსავს ესეო. და როგორ თქვენ უფრო მეტი არა ხართო? და რატომ მაინც და მაინც სოლომონ ბრძენი, რატომ მოყავს მისი მაგალითი, ეს არაერთგან გვხვდება მისი აი ეს სიბრძნე, რომ ესე იგი, როდესაც ის ჭაბუკი იყო და მეფედ დაადგინეს, თქვენ იცით, რომ დავით მეფსალმუნე არის მისი მამა და სხვათა შორის მე ერთგან შემხვდა და მე რაღაცნაირად კი ამოვიწერე სადღაც, ესე მიყვარს ხოლმე რომ რაღაცა მნიშვნელოვანი რომ გამოჩნდება ისეთი, ეს წმინდა წერილში არ ჩანს ესე. ამოვიწერ ხოლმე, ესე იგი და რაზეა ლაპარაკი, დავით მეფის სიტყვებია, ყოველ შემთხვევაში წმინდა წერილში მე არ შემხვედრია და იმიტომ ვამბობ. დავით მეფის სიტყვებია თავის შვილს სოლომონ მეფეს რო ეუბნება და რამეს ეუბნება, რომ ციტირებას ვერ ვახდენ, არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ შინაარსი ეს არის, რომ თუ შენ დაიმედებული იქნები შენ სიმდიდრეზე, თუ შენს დიდებაზე, ეგ ყველაფერი განქარდება, არაფერს არ მოგიტანს. მაგრამ თუ შენ ეცდები, რომ ღვთისმცნებებით იცხოვრო, შენს ცხოვრებაში მოულოდნელი არაფერი არ შეგემთხვევაო და ყველაფერი, რასაც ინებებ, ის გაკეთდებაო. აი, რასაც ინებებ ისეც, რომ ღმერთს რომ ესათნოება. აი, ეს არის შინაარსი მისი ამ ბოლო დარიგებისა და სხვათა შორის სოლომონი რომ მეფე დაადგინეს და ღმერთმა გამოცხადებაში ჰკითხა თუ რას ისურვებდა, მან ითხოვა გული გონიერი, ანუ სიბრძნე ითხოვა და ეუბნება უფალს, რომ მე ახალგაზრდა ვარო, ჭაბუკი ვარ, გამოუცდელი ვარო და მომეციო სიბრძნე, გული გონიერი მომანიჭეო, რომ ჩემზე მონდობილი ერი არის შენთვის სათნოდ წემსო და მართო. და უფალს მოეწონა მისი ასეთი სიტყვები და მოსაწონი იყო, რადგან განა ბევრი მეფე ითხოვს ამას და უფალი ეუბნება, შენ რადგან არ მთხოვე არც სიმდიდრე, არც დიდება, არც ტყვეთა სიმრავლე შენს ცხოვრებაშიო, არც შენზე ბრძენი და არც შენზე მდიდარი მეფე არ იქნება არავინ. წარმოიდგინეთ? ანუ მან არჩევანი გააკეთა სულიერზე. სულიერი რა იყო, რომ ის პასუხისგებლობა, რაზეც დაადგინეს მეფედ, რომ აი პირნათლად შეესრულებინა. ეს ითხოვა მან ღვთისგან. რადგან ეს ითხოვა და სულიერზე გააკეთა არჩევანი და აქცენტი, მან სულიერიც მიიღო და არც ხორციელი არ დაკლებია. ეხლა ჩვენ აი მისი სიბრძნის ერთ-ერთი აი პირველივე გამოვლინება რაც იყო და რის შემდეგაც ხალხს შეეშინდა, რომ ასეთი რაღაცა მოხდა, რომ მართლაც მიხვდნენ რა სიდიადის წინაშე იყვნენ, თქვენთვის ცნობილი ამბავია, ესე იგი, ორი ქალბატონი რომ მივიდა. ხო გახსოვთ, ესე იგი, აი, ორი ქალი მივიდა, თურმე ერთ ღამეს ორივე შვილი შეეძინა, ერთ-ერთმა გაგუდა შემთხვევით ძილში თავისი შვილი, დააწვაზე და შვილი მოუკვდა. მერე შვილი აიყვანა და მეორეს ჩაუწვინა და მისი ცოცხალი შვილი თავად ჩაიწვინა და მოკლედ დავა არის, რომ არა ჩემია შვილი, არა ჩემია და ეხლა დღევანდელი გადმოსახედით, დღევანდელ ეპოქაში ამის გარკვევა უმარტივესია. ხო, ჯერ ყველაფერს რო თავი დაანება,
ყველა კლინიკაში თუ სამშობიაროში კამერებია, მერე იქ დნმ-ის ანალიზია და ასე შემდეგ და მოკლედ უმარტივესად გაიგები. მაგრამ ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, აი იმ ეპოქაში, სადაც მეფე სოლომონი ცხოვრობდა, რა უნდა გაიგო ახლა მართლა ვისი შვილია? იმ ღამეს ის ორნი იყვნენ და მათ გარდა სიმართლე არავინ არ იცის. და ერთი განგებ მალავს ამ სიმართლეს. ახლა მოდი და გაიგე როგორ გინდა გაიგო სიმართლე. და სწორედ მან რომ სიმართლე გაიგო და წარმოჩნდა მისი სიბრძნე, რაც ღვთისაგან იყო ბოძებული, მაშინ შეეშინდათ. იმიტომ რომ მათ ხალხმა აღმოაჩინა, რომ ეს ადამიანური სიბრძნე არ იყო უკვე. და მეფე სოლომონმა თქვა, რომ კარგიო, რადგან ესე დავობთო, მოიტანეთო ხმალიო და მე შუაზე გავჭრი ამ ბავშვებსო და ამ ცოცხალ ბავშვსო და ნახევარი შენ და ნახევარი შენ და ერთმა თქვა, რომ კიო, ეგრე გავაკეთოთო და მეორემ თქვა, არა, ოღონდ ცოცხალი დარჩესო და მაგისი იყოსო და ახლა თქვენც ხვდებით უკვე, რომ ვისი იყო სინამდვილეში ეს შვილი. ვინც თქვა, რომ ცოცხალი დავტოვოთო და მაგრამ აი ამას ხო მოფიქრება ჭირდებოდა. და მაგას ადამიანი ხო ვერ მოიფიქრებდა. და იქ ღვთისგან იყო და აი ეს ითხოვა მეფე სოლომონი. და ღმერთმაც მიანიჭა და არც იმ ხორციელის გარეშე არ დატოვა და როდესაც ესე იგი ადამიანი თავის სულიერ ცხოვრებაში ამოსავალ წერტილად ესე იგი დაისახავს იმას, რომ და მიზნად დაისახავს, რომ პირველ რიგში სულიერი ეძებოს, ღმერთი არც ხორციელის გარეშე არ დატოვებს. ოღონდ იმის გარეშე, რაც მას ჭირდება, რაც ვიწრო გზაზე სიარულისთვის მას ჭირდება და არა იმას, რაც ადამიანის შვება განცხრომას, ესე იგი, ეპასუხება და აკმაყოფილებს. და ესადაც აი გახსოვთ მდიდარი და გლახაკი ლაზარეს იგავე. რას ეუბნება მამამთავარი აბრაამი დიდარს? შვილო, შენ გაიხსენეო, რომ ცხოვრებაში ყველაფერი მიიღე უკვე, ყველა სიკეთე მიიღე. ლაზარემ კი არაფერია. ამიტომაც ეგ მან ეს ლაზარე აქ ნუგეშინის ცემულია, ანუ მოსწენებულია, შენ კი იტანჯებია. და თუ ადამიანი როგორც სახარებაც გვასწავლის და როგორც წმინდა მამათან არაერთი ნაწერი გვასწავლის, მომჭირნეობით იცხოვრებს და დაკმაყოფილდება იმით, რაც ჭირდება და არა ის, რაც ესე იგი ვნების დაკმაყოფილებას ნიშნავს, მაშინ ეს ღვთის წინაშე უფრო გამართლებული იქნება. აი ეს საქციელი გამართლებული იქნება. ესე იგი თქვენ საჭიროებას, როგორც მოციქული ამბობს, გულის თქმათ, ნუ გაიხდით. ეხლა ადამიანს ჭირდება ჭამა, ჭირდება დასვენება, მაგრამ თუ ეს გულის თქმა და ვნებაა უკვე რომ ჭამოს, ეს პრობლემაა უკვე. თუ ვნებაა ის რომ დაუშვათ დაიძინოს თუ დაისვენოს, ეს პრობლემაა უკვე. შეიძლება ადამიანმა შიშველმა არ უნდა იაროს და უნდა შეიმოსოს, მაგრამ აი გადამეტებული ზრუნვა ამ ჩასაცმელზე, ესეც ვნებაა უკვე. და ყველაფერი ეს და სულიერი ცხოვრება კი ადამიანის სულიერი ცხოვრება კი გულისხმობს ვნებებთან ბრძოლას. აი ყოველგვარ ამნაირ გამოვლინებასთან ბრძოლას, რომ ადამიანი საკუთარ თავში აკვირდებოდეს, მე ეხლა რასაც ვესწრაფი, ეს მე ნამდვილად მჭირდება და ამის გარეშე არ შეიძლება, თუ ეს ჩემი ვნების დაკმაყოფილება. და იქ სადაც აღმოაჩენთ, რომ ეს ჩვენი ვნების დაკმაყოფილებაა და ჩვენ ამის გამო ვირჯებით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ აი ამ დროს და ენერგიას ვაკლებთ სულს და მიმართული გვაქვს ხორცის მაამებლობისკენ და ხორცის გაფუფუნებისკენ. და მოციქული პავლე ამბობს, რომელმას თესოს ხორცსა შინა თვისა, ხორცისაგან თვისისა მოიმკოს ხრწნილებაო. და რომელმას თესოს სულსა შინა თვისა, სულისაგან თვისისა მოიმკოს ცხოვრება საუკუნო. ანუ ვინც თავისი ხორცისთვის დათესავს, ხორცისგან ხრწნილების მეც ვერაფერს ვერ მოიმკისო, იმიტომ რომ ადამიანის სხეული მიწისპირისაგან შეიქმნა და მიწა ხარ და მიწადო მიიქეციო, დასაბამშივე თქვა უფალმა. და ხორცისაგან მეც ვერაფერს ვერ მოიმკის ადამიანი. არ შეუძლია ამ ხორცს მეტი რომ მოგცეს, მაგრამ
რომელიც თესავს სულისათვისო, ის სულისაგან მოიმკის საუკუნო ცხოვრებას. სხვაგან ამბობს კიდე მოციქული პავლე, რომელმანს თესოს რიდობითცა მოიმკოს, რომელმანს თესოს კურთხევითცა მოიმკოს. რას ნიშნავს? რომელმაც დანანებით თესოს, ის დანანებითვე მოიმკის. და ამას აი მიწას გეუბნება, ხო რომ ცოტას ჩაყრი დაგენანება, ცოტა ამოვა. უხვად ჩაყრი, უხვად ამოვა. ხო და თუ ხორციელში ასეა, განასწავლიაში ასე არ იქნება. ამიტომ აი თავარი ის არის, რომ ადამიანი ჩვენ კი მოვედით ტაძარში, მაგრამ აი მხოლოდ მექანიკური რო არ იყოს, რომ აი ჩაგვეთვალა, დავდივართ 1000 ერთხელ შეიძლება ადამიანი კიდევაც ეზიაროს და ხშირად ესე იგი გჭირდება ჩვენ მოძღვრის მიერ არაერთხელ შეხსენება, რომ შენ რაღაცა დიდი ხანი აღარ ეზიარები და წარმოიდგინეთ ახლა ქრისტიანული ცხოვრება ხო სხვაგვარად რო ვთქვათ, ეს არის ასკეზა. ასკეზა რო გავგონი აი ასკეტი მამები. ასკეზა არის ვარჯიში. ეს არის სულიერი ვარჯიში. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომელიმე სპორტსმენს ჭირდებოდეს, რომ ესე იგი წუთნელმა რომ აი უჩიჩინოს, მოდი ახლა შენ ეს გააკეთე, ეს გააკეთე. ახლა დიდი ხანი აღარ გივარჯიშია, დიდი ხანი თოგზე არ ამძვრალ ხარ თუ აზიდვები არ გაიკეთები. გამოვა ასეთის გარამე, არაფერი არ გამოვა. ის კი არა ამას წინათ ბავშვებსაც ვეუბნეოდი. ამბობდა მაიკლ ტაისონი ამბობდა, რომ 4 საათზე ვდგებოდიო, რომ ვიცოდიო, რომ მერბინაო, მე ვარჯიშავ, ვიცოდი ამ დროს ჩემს მოწინააღმდეგეს ეძინავ. თუ გავიგებდიო, რომ ის 4-ზე ადგაო, მე 2-ზე ვდგებოდიო. და თუ ის 2-ზე დგებოდა, მე არ ვიძინებდიო. და ძალიან საინტერესო რამეს ამბობს. აი მე არ ვიცი, ჩემთვის მისი ეს სიტყვები მართლაც აღმოჩენა იყო და ნახეთ რას ამბობს. დისციპლინაზე ამბობს. დისციპლინის გარეშე ხო შეუძლებელია ადამიანმა ან სპორტში, ან სულიერ, ან ხელოვნებაში თუ რაღაცა მეცნიერებაში საერთოდ რაიმეს მიაღწიოს და ნახეთ რას ამბობს. დისციპლინა არისო, ესე იგი, აი რაღაც რო გეზარება, აკეთო ისე, თითქოს იმაზე მეტად არაფერი არ გიყვარს. აი გარი დისციპლინა, აი ადგომა გეზარება. მაგრამ ისე ხალისით წამოხდა, გეგონება იმაზე მეტად არაფერი არ გიყვარს ცხოვრებაში. ვარჯიში გეზარება, მაგრამ ისე მონდომებითი ვარჯიში, რომ თითქოს აი რო შემოგხედოს ვიღაცა, აი თითქოს შეყვარებული ხარ იმ ვარჯიშს. ეგრე ოღონ რაც ყველაზე მეტად გიჭირს და გეზარება, იმას რო აკეთებ ეგრე. ეგ არის დისციპლინა და მაგის გარეშე ვერ მიაღწევ სპორტსმენია და მე მთელი გულით ვეთანხმები, ესე იგი, რომ მართლაც თუ ამ ადამიანი ამას შეძლებს და მოდი ქრისტიანული ფორმულირებას ვთქვათ, როგორ ამბობს მაცხოვარი, რომ რომელმან აიძულოს საკუთარი თავი, მან მიიტაცოს იგივე. ან მან მიიტაცოს სასუფეველი. ანუ შენ გეზარება დაუშვათ მარხვა, მაგრამ რო აიძულებ შენს თავს და იმარხულებ, აი მაშინ მიიტაცებ სასუფეველს. ვინმე წილს კი არა, შენ საკუთარს მიიტაცებ. რომ გეზარება ლოცვა, რომ გეზარება მოწყალების გაკეთება, რომ გეზარება ვიღაცას რაღაცა დაუთმო თუ აპატიო თუ ასე შემდეგ და დააძალებ საკუთარ თავს. რა სიჭირდება დაძალება? ადამი სანამ ცოდვით დაეცემოდა, მას დაძალება არ ჭირდებოდა, სანამ ცოდვით დაეცემოდა, იმიტომ რომ რაც სურდა სულს, ის სურდა ხორცსაც. მაგრამ როდესაც ადამიანი ცოდვით დაეცა, როგორც მოციქული პავლე ამბობს, სული და ხორცი ერთმანეთის მოწინააღმდეგეები გახდნენ. სხვა რამე უნდა სულს და სხვა რამე უნდა ხორცს. ამიტომაც, როდესაც მაცხოვარი ამბობს სახარებაში, რომ უარყავ თავითვისი, ეგ ნიშნავს სწორედ მაგას, რომ აიძულე შენი თავი, რომ რაც მას უნდა, მის დაცემულ ბუნებას უნდა, ის არ გააკეთოს. და რაც არ უნდა, ის გააკეთოს. შოთა რუსთაველი გახსოვთ როგორ ამბობს, რაც არა გინდეს, იგი ჰქმენ. ნუზდევ წადილთა ნებასავ. დაახლოებით შეიძლება მეშლება რამე 1-2 სიტყვა, მაგრამ მთავარი შინაარსია, რაც არ გინდოდეს, ის გააკეთეო. სხვაგვარად წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს და არაერთხელ გვითხოვს ჩვენ ეს, ესე იგი, სასუფევლისკენ მიმავალი გზა
არის პირადი ნებიდან გამომავალი კეთილი სურვილებით მოფენილი. ნახეთ, კეთილი სურვილებით, თუმცა პირადი ნებიდან, აი მე მინდა ეს. უფალი გეუბნება, შენ რაც არ გინდა ის გააკეთე და შენი ნება ღვთისნებას დაუმორჩილე. სხვათა შორის ახლა ეს შემთხვევით არ მოვიტანეთ, წმინდა ბასილი დიდის ქადაგებებია და კითხვა-პასუხები ძალიან ძვირფასი წიგნია და მე მომეწონა და ღმერთმა უშველოს ვინც ეს თარგმნა და გამოსცა და აქაც ამბობს წმინდა ბასილი დიდი, მე ხა სხვა რამე მინდა ამოვიკითხო აქედან, მაგრამ ამბობს, რომ აი საკუთარი ნებით მოფიქრებული მაინც ეს არ არის ღვთისთვის სათნო. ღვთის ნებასთან თანხმობაში თუ არ არის, მაინც როგორი კარგათაც არ უნდა ჩანდეს გარეგნულად, მაინც ეს არ არის ღვთისთვის მოსაწონი და სერვაქსი ფრთხილია საჭირო. ეხლა რაც შეეხება სულიერ ცხოვრებას, რაც ჩვენ ძალიან გვეხმარება სულიერ ცხოვრებაში, ეს არის განმარტოება. და აი ამის შესახებ მინდა რომ ისი მე სიტყვიდან ამოგიკითხოთ, ესე იგი. ასეთი სათაური აქვს, რომ აუცილებელია განმარტოება. სულის განუფანტველობას ხელს უწყობს განმარტოება სახლში. თან ახლა ნახეთ, მე წუხელაც ვამბობდი ქადაგებისას წირვა ქონდა მიცვალებულთ. ესე იგი, ეს ამბობს მე-4 საუკუნეში. ახლა არის 21 საუკუნე. მაშინ არც იმდენი ხალხი არ ცხოვრობდა ამ სამყაროში და არც ისეთი ტექნოლოგიური საშუალებები არ იყო. დღეს შეიძლება სახლში იჯდე ადამიანი, მაგრამ მაინც მარტო არ იყო. და აქ როდესაც ამბობს, ნახეთ, სულის განუფანტველობას ხელს უწყობს განმარტოება სახლში, რომ მოიკრიბო. მავნებელი რომ არის ცხოვრება იმ ადამიანებთან შერევნით, რომლებიც უშიშრად და აგდებულად უყურებენ ცნებათა ზედმიწევნით დაცვას, წარმოაჩენს სოლომონის სიტყვაც, რომელიც გვასწავლის. ნუ ხარ ახლობელი ბრაზიანი კაცისა, ხოლო ფიცხ მეგობარს ნუ გაეკარები. რათა არ ისწავლო მისი გზაკვალი და არ დაუგო შენ სულს მახევ. ნახეთ, აი კიდევ ერთხელ, ანუ იმ ადამიანებთან ურთიერთობა და მეგობრობა, ვინც უშიშრად და აგდებულად უყურებენ იმას, რომ შენ ზედმიწევნით გინდა დაიცვა ღვთისმცნება. აი ესეთ ადამიანებთან ურთიერთობა ნიშნავს, რომ საკუთარ სულს მახე დაუგო. ზოგჯერ ჩვენ რაღაცა გვაქვს ილუზია, რომ აი ჩვენ გვექნება ურთიერთობა და ისინი შეიცვლებიან, გამოსწორდებიან ჩვენთან ურთიერთობით. მაგრამ აი აქ საუბარი იმაზე, რომ შენ ჯერ შენი თავი უნდა დაიცვა. ეს მნიშვნელობა აქვს შემდეგ სიტყვებსაც. გამოდით მათგან, გამოეყავით, ამბობს უფალი, ეს მოციქული პავლეს სიტყვებია. ამგვარად იმისათვის, რომ არც თვალებით, არც ყურებით არ მივიღოთ რამე, ცოდის მიმართ ჩვენი აღუძვრელი, ფარულად არ შევეჩვიოთ მას და ხილულ და მოსმენილ ნიშანთა და გამოსახულებათა მსგავსად არ დარჩნენ ისინი სულში, ჩვენს დასაღუპად და აღსახოცად, ასევე იმისათვის, რომ ლოცვაში შევძლოთ დარჩენა, თავდაპირველად სახლში უნდა განმარტოვდეთ. ანუ ის თავბეჭდილებები, რასაც თვალი აღბეჭდავს, რასაც ყური მოისმენს, მაგრამ კიდევ ერთხელ ამბობ, ჩვენ კიდევ უფრო მეტი სიფრთხილე გვმართებს, იმიტომ რომ შეიძლება სახლიდან გარეთ არ გავიდეთ, მაგრამ ის ჯოჯოხეთი ჩვენთან შიგნით შემოვიდეს იმ ტელევიზორის თუ ტელეფონის მეშვეობით და სულაც არ იყოს. შეიძლება ვიღაცა გარეთ გავიდეს, მაგრამ 2-3 ადამიანთან კონდეს შეხება და ვიღაცა სახლში იჯდეს და 1000 ადამიანს შეხედოს და 1000 სათურს წააწყდეს. ჩვენ ახლა აი პატარები ხო არ არიან აქ და ხშირად ვუჩივით პატარებს. მაგრამ აბა დავაკვირდეთ, იქნება ვასწრებთ კიდეც პატარებს იმაში, რასაც მათ საყვედურობთ, რის გამოც მათ საყვედურობთ. ამ გზით გადავლახავთ ადრე მიღებულ ჩვევას, როდესაც ცხოვრობთ ქრისტეს ცნებათაგან გაუცხოებით. ესე იგი, საკუთარი ჩვევის გადალახვა არ არის მცირე ბრძოლა, რადგან ჩვევა ხანგრძლივი დროით გამყარებული ბუნებითობის ძალას იღებს. ესე იგი, რაღაცას რომ მიეჩვევა ადამიანი, ხო არის ნათქვამი, ჩვევა რჯულზე უმტკიცესია. რაღაცას მიეჩვევა და ის უკვე თითქოს შენი ბუნების ნაწილი ხდება და იმასთან ბრძოლა უკვე იოლი საქმე აღარ არისო.
და შევძლებთ სოდისაგან გამოწვეულ ლაქების ჩამორეცხას შრომის მოყარე ლოცვითა და ღვთისნების გამუდმებული სწავლით ღვთისნების. ხოლო შეუძლებელია სწავლითა და ლოცვით წარმატების მიღწევა მრავალთა შორის ყოფნისას, რომელიც სულს აქეთ-იქით ეწევიან და ცხოვრებისეულ მოუცლელობას უქმნიან მას. თან ეს ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, რომ აქ საუბარი არ არის მონაზვნებზე. მონაზონი ისედაც მონასტერში უნდა იყოს. აქ საუბარია, როგორც ჩანს, აი აქედან ერის ადამიანებს, რომ მაინც და მაინც რაცა მარტოობა იგძენი და მოდი მეზობელთან გავალ, ცოტა თავს შევიქცევ, ცოტა გავერთობი. ეს პირიქით გეუბნება, ეცადე რომ ეგეთი რაღაცეებისაგან თავი შეიკავო. ეხლა მართლაც აქაც ოქროს შუალედია დასაცავი, თლათ ისეც ვერ იქნები, რომ არავის კარი არ გაუღო და არსადაც წახვიდე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში განმარტოების დრო რო ჭირდება ადამიანს მაგას ამბობს. შეძლებია კი ოდესმე ვინმეს მრავალთა შორის ყოფნისას აღესრულებინა ეს მცნება, თუ კი ვინმე სურს მომსდიოს უარი თქვას საკუთარ თავზე. აი რაზეც აღარ ამბობთ. ამგვარად ჩვენ გვმართებს უარი ვთქვათ საკუთარ თავზე, ავიღოთ ქრისტეს ჯარი და ასე მივდევდეთ მას. საკუთარ თავზე უარის თქმა გულისხმობს გამლილი ცხოვრების სრულ დავიწყებას და საკუთარ ნებას სურვილთაგან განშორებას. ნახეთ, აი საკუთარ თავზე უარის თქმა რას ამბობს, რომ ის გამლილი ცხოვრება, რაც გიყვარდა, იმაზე რომ უარი თქვა. გახსოვთ სახარებაში როგორ წერიან, როდესაც უფალი ეუბნება, რომ გამომყევიო, ისინი ეუბნებიან ზოგი წავალო გამოვემშვიდობები ჩემს ნათესავებს და მერე გამოყვებიო და უფალი ეუბნება, არავინო, ვისაც ხელი სახნისზე უკიდია და უკან იყურება, სასუფევლისთვის არ გამოდგებაო. ანუ რაზეა ლაპარაკი? დავუშვათ მე რაღაცა ძველი ჩვეულება მქონდა, სანამ ცხოვრებას დავიწყებდი რწმენით და მოვედი ეკლესიურად ცხოვრობ და ისიც არ მეთმობა. აი როგორც სოდომ გომორიდან რომ გამოდიან ლოტი, მისი ცოლი და მისი შვილები, ლოტის ცოლი უკან იყურება, ეს უბრალოდ უკან გადახედვა კი არ არის, იქით რა ხდება, მაგის გამო კი არ უყურებოდა. აი უყურებდა და არ ეთმობოდა ის სიმდიდრე და ის ფუფუნება, ის ცხოვრება, რაც დატოვეს, ეგ არ ეთმობოდა. და აი მაგას ნიშნავს, რომ შენ თუ არ გეთმობა ადამიანს ის, რასაც ხელი გაუშვი ქრისტეს გულისთვის და შენს რწმენის გზაზე დადექი, თუ არ გეთმობა, ეგეთი არ გამოდგებაო სასუფევლისთვის. რისი მიღწევაც უწესრიგო ცხოვრების წესით ცხოვრებთათვის ურთულესია. რომ არ ვთქვათ, სრულიად წარმოუდგენელი. ამდენად, ანუ ესეთი ცხოვრება უწესრიგო ცხოვრებთათვის, რომ მოიძულოს ყველაფერი და ქრისტეს გაყვეს, წარმოუდგენელი. ამდენად ამგვარ ცხოვრებაში შესვლა დაბრკოლებას ოქმნის საკუთარი ჯვარის აღებასაც და ქრისტესადმი შედგომასაც. ქრისტეს გამო სიკვდილისათვის მზადყოფნა. ეხლა ჩამოთვლის რა არის ქრისტეს ჯვრის აღება. ქრისტეს გამო სიკვდილისათვის მზადყოფნა. მიწიერ ასოთა მოკვდინება. ყოველგვარი მომავალი საფრთხის მტკიცედ დახვედრა ქრისტეს სახელის გამო და ამ ქვეყნიური ცხოვრებისადმი მიუჯაჭველობა. აი ეს არის საკუთარი ჯვრის აღება, რის მიმართაც ხედავთ რაოდენ დიდი დაბრკოლებები გვექმნება საზოგადო ცხოვრებისადმი მიჩვევის გამო. აი როდესაც ადამიანი როგორც სიტყვიან გათქვეფილია ამ წუთი სოფლის რაღაც ურთიერთობებში. აი ესეთი ადამიანისთვის ურთულესია რომ აიღოს საკუთარი ჯვარი და გაყვეს ქრისტეს. სხვა ყველაფერთან ერთად სული, რომელიც უყურებს უსჯულოებათა სიმრავლეს, პირველ რიგში ვერ პოულობს დროს, რომ იგრძნოს საკუთარი ცოდვები და ჭმუნავდეს შეცოდებათა გამო. უარესებთან შედარებისას წარმატების გარკვეულ წარმოდგენას იქმნის, ხოლო შემდეგ შფოთითა და დაკავებულობით, რომელთაც წარმოშობს საზოგადოებრივი ცხოვრება, ღვთის უძვირფასეს გახსენებას მოშორებული, არა მხოლოდ ღმერთით გახარებისა და ლხენისაგან მოკლებით ზარალდება, მასთან ერთად კი უფლისმიერი შვებისა და უფლის სიტყვებით დატკბობისაგან, რომელთა თქმასაც შეძლებდა, გავიხსენე ღმერთი და ვიხარე.
და რაოდენ ტკბილნი არიან ჩემი სახისათვის შენი სიტყვები, თაფლზე მეტად ჩემი ბაგისთვის. არამედ სრულიად ეჩვევა მის მსჯავრთა მიმართ აგდებულ დამოკიდებულებასა და დავიწყებას. ამაზე უარესი ან უფრო დამღუპელი ბოროტების განცდა კი შეუძლებელია. მოდი კიდევ ერთხელ წავიკითხოთ. ეს ძალიან ღრმა არის და ძალიან გააზრება ჭირდება. თორე ბევრი რამ ითქვა ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ წინადადებაში მე დაგვეკარგა ბევრი რამ. ახლა შეხედეთ. ყველაფერთან ერთად სული რომელიც უყურებს აი ამ ურჯულოებათა სიმრავლეს. რაც ხდება გარეთ, ხდება თუ და ელეფონში თუ სადაც ხედავს. ვერ პოულობს დროს რომ იგრძნოს საკუთარი ცოდები და ჭმუნავდეს ცოდების გამო. იმდენად ადამიანი თავისი შინაგანი მდგომარეობიდან უკვე გარეთ არის გამოსული, რომ თავისი შინაგანი მდგომარეობა ავიწყდება იმ მრავალ სანახაობათა გამო. და უარესებთან შედარებისას წარმატების გარკვეულ წარმოდგენას იქმნის. და მე ადამიანი საკუთარ თავს ადარებს იმათ, ვინც უზნეოდ იქცევა და ფიქრობს, რომ მე ამაზე კარგი ვარ. ესე იგი პრობლემაც აღარაფერი. სინამდვილეში ადამიანი მათ კი არ უნდა უდარებდეს საკუთარ თავს, არამედ უფალს უნდა ადარებდეს, უფლის მცნებებს უნდა ადარებდეს, წმინდა მამებს თუ წმინდა დედებს უნდა ადარებდეს. ხოლო შემდეგ შფოთითა და დაკავებულობით, რომელთაც წარმოშობს საზოგადოებრივი ცხოვრება. აი საზოგადოებრივი ცხოვრება შფოთს და დაკავებულობას წარმოშობს. და ამითი ადამიანი რას კარგავსო? ღვთის უძვირფასეს გახსენებას. ანუ ადამიანს რო ღმერთი ახსენდება. აი ამას კარგავს ამითი. არა მხოლოდ ღმერთით გახარებისა და ლხენისაგან, ესე იგი ღმერთით გახარებასა და ლხენასაც კარგავს. ანუ ადამიანი, აი ნახეთ მე დავით მავსალმონის სიტყვებია, მოიხსენე, ესე იგი ღმერთი და გავიხარეო. ანუ ადამიანს რო ღმერთი ახსენდება და ამითი რომ ხარობს. ეხლა შეიძლება ერის ადამიანისათვის რამდენად გასაგებია ეგეც კი საკითხავია, რომ ღმერთი გაახსენდეს და ამითი გაიხაროს. გამასთან ერთად კიდევ რას კარგავს? უფლის მიერ შვებას და უფლის სიტყვებით დატკბობას. ნახეთ დავით მავსალმონი ერთგან ამბობს, ვიხარებდე სიტყვათა შენთა ზედა, ვითარცა ვინ პოვის ტყვე დიდძალიო. ანუ ვიღაცამ რო დიდძალი ტყვე იპოვოს, ხელში ჩაიგდოს, აი ესე მიხარია შენი სიტყვები. სხვაგან ამბობს, ვითარცა სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი ღმერთო. ანუ როგორც აი ესე იგი ირემს რო მოსწყურდება და წყაროს თავს რო ეძებს, აი ესე მიხარიაო შენი სიტყვები, ესე მოსწყურდაო ჩემს სულსო შენი სიტყვები. და აი ამ სიტყვებით რო დატკბეს, მაგასაც კარგავს. და არა მხოლოდ ამას კარგავსო, არა მხოლოდ ამას კარგავს, აი ამ შვებას, სიტყვებას თუ ნუგეს უფლისაგან და სიხაროს ღვთის სახელის გახსენებით, არამედ სრულიად ეჩვევა მის მსჯავრთა მიმართ აგდებულ დამოკიდებულებას და დავიწყება. ანუ ღვთის მსჯავრის დავიწყებას და მისი სამსჯავროს მიმართ აგდებულ დამოკიდებულებას იძენს სულიო. აი როდესაც ადამიანს არ აქვს განმარტოება და აი ესე არეულია მხოლოდ ხალხთან ურთიერთობით. და ამაზე უარესი ან უფრო დამღუპელი ბოროტების განცდა კი შეუძლებელია. ეხლა ერთი შეხედვით შეიძლება კაცმა თქვას, რომ განმარტოებამ რა უნდა მოუტანოს ადამიანს, მაგრამ აი განმარტოების გარეშე ყოფნა აი ამდენ რამეს აკარგვინებს ადამიანს და ბოლოს სულს აი ამ ხელა ზიანს აყენებს. ეს გითხრა ჩვენ წმინდა ღვთისმთავარმა ბასილი დიდმა და ძალიან დასაფიქრებელია ესე იგი. ძალიან ძვირფასი წიგნია, რა ვიცი, ღმერთმა მართლაც უშველოს ვინცაც ეს გააკეთა. კი, ძალიან ძვირფასია. ეხლა გამოიცა სხვათა შორის და მე გავამიგზავნე საჩუქრად. ეხლა ხანს გამოიცა. ქადაგებებია და კითხვა-პასუხებია.
ხანდახან რამეს ამბობდით? ხანდახან ვფიქრობ, რომ სასუფეველიო ადამიანებმა ხომ არ მოიგონესო ისევ თავიანთი ტკივილის შესამსუბუქებლად. და მოდი პირიქით დავსვათ კითხვა. თუ სასუფეველი ადამიანებმა მოიგონეს ტკივილის შესამსუბუქებლად, ჯოჯოხეთი ვინ მოიგონა? ჩვენ საკუთარი ტანჯვისთვის მოვიგონეთ? კაი, სინდისის ქენჯნა ვინ მოიგონა? ჩვენ გვინდა რომ სინდისი ქენჯნიდეს, მაგრამ ის ქენჯნეს. სულ არ გინდოდეს, მაინც ქენჯნეს. იგი ჩვენ როგორც მოციქული პავლე გვეუბნება, ჩვენი ურწმუნოების გამო არც სასუფეველი და არც ჯოჯოხეთი არსებობას არ შეწყვეტს. და არც ჩვენი რწმენის გამო შექმნილა ან ერთი ან მეორე. თუ გარდაცვალებიდან მე-40 დღეს წარდგება მიცვალებული სულის სამსჯავროზე, მაშინ რატომ აგრძელებს ქრისტიანი ლოცვა სულის შეწევნისათვის? წმინდა მამები და საერთოდ საეკლესიო სწავლება განასხვავებს ორ სამსჯავროს. ერთი არის პირადი სამსჯავრო, კერძო სამსჯავრო, რასაც გულისხმობს ეს ადამიანი, რომ მე-40 დღეს წარდგება, მაგრამ არსებობს საყოველთაო სამსჯავრო, განკითხვის დღე, მეორედ მოსვლის ჟამს რომ იქნება. როგორ? ხო, ყოველ შემთხვევაში წმინდა მამა ივანე ოქროპირი ნახეთ რას ამბობს. ჩვენ ხო არაერთხელ დასმულა ეს შეკითხვა და არაერთხელ უსაუბრიათ ამ თემაზე, როდის იქნება მეორედ მოსვლა და წმინდა მამა ასეთ რამეს ამბობს, ჯერ კიდე მე-4 საუკუნეში, რომ რატომ მართშიელოფო მეორედ მოსვლის ჟამის შესახებ? განა შენი პირადი გარდაცვალებაა. შენთვის უკვე საყოველთაო სამსჯავრო არ არისო? თუ ადამიანიო, ჯეროვნად მოემზადები შენი პირადი გარდაცვალების და იმ პირადი სამსჯავროსთვის, რაზეც ეს ადამიანი კითხულობს მე-40 დღეს რაც იქნება. შენ არანაირ ხიფათს არ შეიმთხევ საყოველთაო სამსჯავროსგან, ის ადრე იქნება თუ გვიანი, შენ საბოლოო ხედრზე გავლენას ვერ იქონიებს. და ესე არ არის, თუ ადამიანი საკუთარი პირადი სამსჯავროსთვის, საკუთარი გარდაცვალებისთვის მოემზადება და რითი უნდა მოემზადოს? ღვთისმცნებათა დაცვის მცდელობით. დავით მევსალმუნეც ამას ამბობს, განემზადე და არა შევძრწუნდი, რამე თუ ვიმარხენ მე მცნებანი შენ. ანუ თვითონო გვეუბნება უფალი, როგორ უნდა მოემზადო, რომ ღვთისმცნებათა აღსრულების მცდელობა გქონდეს. ბოლომდე იმას ვერავინ ვერ აღასრულებს, მაგრამ აი მცდელობა ეგ უკვე ნიშნავს, რომ შენ ამისთვის ემზადები. და თუ ჩვენ შორის არ არის მცდელობა, როგორ ამბობს მოციქული, რომ არა მსმენელნი განმართლდებიან რჯულისა, არამედ აღმასრულებელნია. მარტო ის, რომ ჩვენ მოვისმინეთ, ეგ არაფერს არ ნიშნავს საბოლოო ჯამში. და უფრო მეტიც, უფალი როგორ ამბობს, აი ლუკა მახარებელი აღწერს, ესე იგი, მონამ რომელმაც არ იცის ბატონის ნება და გააკეთებს ბატონის რაიმე საწინააღმდეგოდ, ეს დაისჯება, მაგრამ მონამ რომელმაც იცის ბატონის ნება და არ გააკეთებს ისე როგორც საჭირო, ის უფრო მეტად დაისჯება. ესე იგი, და სხვაგან ამბობს, ვისაც მეტი მიეცა, მეტიც მოეკითხება. მაგრამ ახლა ადამიანმა თქვას, რომ მოდი იმისათვის, რომ მეტი არ მოგვეკითხოს, ცოტა ვიცოდეთ, ეგეც არ იქნება სწორი. იმიტომ რომ შეგეძლო ის მეტი შეგემეცნებინა, შეგეძლო ისე გეცხოვრა, როგორც შეიმეცნე, მაგრამ არ გააკეთა. ისე რომ ის, რასაც ჩვენ თუნდაც ახლა ვისმენთ, თუ სახარებაში ვკითხულობთ, თუ წმინდა მამათა ნაწერებს, ის ყურის მოსაფხანად ჩვენ არასოდეს არ უნდა გამოვიყენოთ. ის ამავე დროს არის უკვე ჩვენი პასუხისგებლობა. იმიტომ რომ შენ უკვე იმაზე მეტი გაიგე, ვიდრე გუშინ იცოდი და იმაზე მეტიც მოგეკითხება, ვიდრე გუშინ. და თუ ღმერთი გარდაცვალების შემდეგ, ის შეკითხვა გრძელდება როგორც ჩანს. და თუ ღმერთი გარდაცვალების შემდეგაც პატიობს წოდებს, მაშინ ვის იმეტებს მარადიული სატანჯველისთვისო? უფალი არავის არ იმეტებს მარადიული სატანჯველისთვის, არამედ ადამიანები თავად იმეტებენ საკუთარ თავს მარადიული სატანჯველისათვის. იმიტომ რომ ჯოჯოხეთი ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს ღმერთის არ უნდა.
და განააღ ღმერთი იმეტებს, რომ ვიღაცა შეიძლება, როგორც ითქვიან, ქუდი რო შეუგდოს ტაძარში არ შევა, ღმერთი იმეტებს, რომ ის გარეთ დარჩეს. ღმერთი არ იმეტებს, მაგრამ ღმერთმა ადამიანს მიანიჭა თავისუფალი ნება, არჩევანი. და ადამიანი თავისი არჩევანით, რასაც აირჩევს, ის იქნება, როგორც წმინდა იოანე დამასკელი ამბობს, შენ თუ სიკეთეს აირჩევ, ღმერთი მოგეხმარება. ძალიან უბრალოდ გასაგებად რო. შენ თუ ბოროტებას აირჩევ, ღმერთი არ მოგეხმარება, მაგრამ ხელს არ შეგიშლის. იმიტომ რომ ხელი თუ შეგიშალა, შენ რაც აირჩევ, მაშინ ნიშნავს შენ თავისუფალი ნება ჩამოგარდა. ამიტომ შენს თავისუფალ ნებას ღმერთი ძალიან დიდ პატივს სცემს და ღვთის ხატობის ერთ-ერთი ნიშანი სწორედ ეს არის თავისუფალი ნება. ღმერთმა ადამიანი თავის ხატად შექმნა, ეს არის თავისუფალი ნება მიანიჭა. და აი ამ თავისუფალ ნებას ადამიანი თუ ღვთის ნებას დაუმორჩილებს, ამას ღვთისმეტყველო ენაზე ეწოდება სინერგია. ანუ ორი ენერგიის, ორი ნების თანხვედრა. ღვთაებრივისა და ადამიანურისა და თუ ეს მოხდა, აი მაშინ არის ადამიანის ცხონება. ღმერთს უნდა ადამიანის ცხონება. მაგრამ ადამიანსაც თუ ქმედითად უნდა, ოღონ მარტო ისე არა, მინდაო თქვას და არაფერი არ აკეთოს, იმიტომ რომ რწმენა საქმეებში ვლინდება. საქმის გარეშე რწმენა მკვდარია. თუ გინდა, მაშინ ხო უნდა გეტყობოდეს, რომ გინდა. რაღაცას ხო უნდა აკეთებდე, რომ გინდა. ღმერთმა მოგვანიჭოს ჩვენ, რომ ქმედითად გვინდოდეს. როდესაც ახლობელი ადამიანი გარდაიცვლება, რა შეიძლება რომ მისი სულისთვის გავაკეთოთ? მისი სულისთვის ბევრი რამე შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. ეს რაღაცნაირად ერთად თავი მოიყარა გარდაცვალების შესახებ. უნდა გავაკეთოთ ის, რომ უნდა ვილოცოთ ამ ადამიანისათვის. უნდა მოწყალება გავცეთ ამ ადამიანისათვის. უნდა ოჯახის წევრებმა მარხვა შეინახონ და ამითიც გარდაცვლილის სულს ანუგეშვან. რატო? იმიტომ რომ გარდაცვლილი გახდება მიზეზი ჩვენის მიერ მარხვის პირველად შენახვის, პირველად ლოცვისა, პირველად აღსარების თქმისა და სწორედ მისი სულისთვის იქნება ეს სასიკეთო, იმიტომ რომ მის გამო გაკეთდა, მის აღმოჩნდა მიზეზი ამ ყველაფრის დაწყების. თავის დროზე პანაშვიდი უნდა გადაიხადოს, წირვაში მოიხსენოს ადამიანმა. წირვაში მოხსენებას განსაკუთრებული ძალა აქვს, საერთო ხელმძღვანელთა წირვა ჰქონდა. და ზოგადად ყველა წირვაში მოხსენება ძალიან დიდი ძალა აქვს და ნუგეში მოაქვს ადამიანის სულისათვის და ამის არაერთი მაგალითი არსებობს წმინდა მამათა ცხოვრებიდან. სახლის კურთხევა თუ შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში მოუნათლავი წევრებიაო და თუ მოუნათლავი წევრებია, ჯერ ჯობია რომ მოინათლონ ეს წევრები. თუ 40 დღეს არიან და უფრო მეტის, ესე იგი და ამ ბავშვების მონათლა უფრო უპირატესია, ვიდრე სახლის კურთხევა. ოჯახში ბებო გარდაიცვალა და შვილი მყავს მოუნათლავი. აუცილებელია 40-მდე ბავშვის მონათლავა და რატომ? საერთოდ პატრიარქის განჩინებაში ასეთი რამ წერია, მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელ განჩინებაში. თქვენ შეგიძლიათ ეს ინტერნეტშიც არის, მოიძიოთ, წაიკითხოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მორწმუნემ იცოდეს. იქ წერია, რომ დაკრძალვამდეც კი უნდა მოინათლონ ბავშვები. თუმცა ახლა შეიძლება იცით რა უდევს ამას საფუძვლად, რომ ერთი ის, რომ მალევე უნდა მოინათლოს, ამით პატრიარქი ამას ამბობს და მეორე შეიძლება მიზეზი ისიც იყოს, რომ ახლა აი სულ რაღაცა რამოდენიმე წლის წინ მაგალითად აი ჩვენს მხარეში არც ერთი ტაძარი არ იყო გახსნილი. ცხეთიდან ხაშურამდე ტაძარი უბრალოდ არ ფუნქციონირებდა, ესე რომ ვთქვათ. მსახურება არ მიდიოდა, იქ არც ნათლობა იყო და არც წირვა და არაფერი. ეხლა წარმოიდგინეთ, აი ცხეთიდან ან ხაშურიდან, აი სიტყვაზე ვამბობ, აი მერეთში ჯვარი წერია ყველას, მაგრამ ვიღაცა გარდაიცვალა, ხო? იქიდან რომ მღვდელი ჩავიდოდა იქ ოჯახში და წესი უნდა აეგო. იქ თუ მოუნათლავი იქნებოდა ვიღაცა, ხო მონათლავდა. ის კი არა,
ესე იგი, ჯვრის წერასთან დაკავშირებით ასეთი რამე არის ნათქვამი. ერთადერთი ადგილი, სადაც ჯვრის წერა შეიძლებოდა გარდა ტაძრისა, იყო მარანი. ოღონ მარანი ალბათ უფრო იმ გაგებით თავისი ნამდვილი მნიშვნელობით მარანი. ის კი არა სადღაც წნილი და სადღაც მურაბები და ისინი როდეს, არა. მარანი, სადაც არის ღვინო, სადაც არის ქვევრები, სადაც არის არა მარტო ღვინო და ქვევრები, სადაც არის ხატები, სადაც კანდელიანთია. მარანში ეს იყო ძველ მარნებში არის ეს შემორჩენილი, უშუალოდ სახატე ადგილები არის შემორჩენილი. იქ ხატი უნდა ყოფილიყო, იქ ლოცვა უნდა ყოფილიყო. იქ მანდილოსანი არ ჩადიოდა დედათა წესის დროს. მარანში არ ჩადიოდა. როგორც ტაძარში არ შედიოდა. იმას თავისი დანიშნულება ჰქონდა და ერთადერთი ადგილი ტაძრის შემდეგ იყო იქ, რომ მარანში შეიძლებოდა რომ ჯვრის წერა აღსრულებულიყო. ანუ ქორწინების საიდუმლო, სხვა ერთ-ერთი საიდუმლო. ეხლა ნათლობა ისეთი რაღაც არის, რომ შეიძლება ადამიანი ავადმყოფი ადამიანი საწოლშიც კი მონათლულა. მოხდარა ისეც, რომ დაშვების პრინციპით ავადმყოფი იქაც კი ჯარი დაწერილა, მაგრამ მე ვამბობ აი ჯანმრთელ მდგომარეობაში, როდესაც არის ადამიანი. ამ შემთხვევაში მღვდელი რომ მიდიოდა ერთხელ, წარმოიდგინეთ, იქ ალბათ ნათლობებით სრულდებოდა და შეიძლება ესეც უდევს საფუძვლად, რომ ისიც უნდა მონათლულიყო დაკრძალვამდე. თუმცა ადამიანის გარდაცვალებას კი არ უნდა ველოდებოდეთ ჩვენ. ჩვენ უნდა დაველოდოთ იმას, რომ მე-40 დღის შეიქმნას ბავშვი და მაშინ მოინათლოს. თუმცა, როდესაც მერვე დღეს მოყავთ ბავშვი ტაძარში, იქ მღვდელს უწერია პირდაპირ აი სახელის დარქმევის როცა რო ეკითხება. მღვდელო, თუო, ესე იგი, დღენაკლული დაიბადაო, ან რაღაც ავადმყოფობა აქვს და არ მონათლავ დროულად და ეს ბავშვი გარდაიცვლებაო, შენი ხელიდან მოიკითხავს უფალიო. მაგრამ ეხლა მეორე მხარეა. მღვდელმა ეს იცის და მღვდელი მოვალე არო უთხრას ბავშვის შობლებს. მაგრამ ეხლა ის ბავშვის შობლები თუ ამას არიზან მღვდელი ხო არ გამოსტაცებს ამ ბავშვს და ხო არ მონათლავს, არა? მაგრამ ჩვენ მოვალე ვართ რომ უთხრათ, აი ესეა, თუ ავათარი ბავშვი და არაერთი შემთხვევა ყოფილა, რომ ინკუბატორში მონათლულა ბავშვების, ავადმყოფოში მონათლულა და ასე შემდეგ. მე-40 დღეს აღარ უნდა დაელოდო მაგ შემთხვევაში. მაგრამ თუ ჯანმრთელია, მე-40 დღეს უნდა მოინათლოს. მაგრამ ზოგი ძალიან ჯანმრთელია და მე-40 წელს მოინათლება. გრეა ვარ. ზოგი სუფრის გამო, ზოგი იმის გამო, ზოგი ამის გამო, მე გადაიდება ხოლმე, მაგრამ ეს სულაც არ უსვამს ხაზს ამ ოჯახის ღვთისმიერებას. ეს უფრო უსვამს ხაზს იმას, რომ ეს ოჯახი ვერაცნობიერებს იმას თუ რა არის ნათლობა. როდესაც აი ესე გადადებს სუფრის გამო, ან რაღაცა სხვა მიზეზების გამო. კარგი, მადლობა უთხრათ ღმერთს.